ერთ შორეულ სამეფოში ერთი გაუცინარი ხელმწიფე ცხოვრობდა. კარგი და კეთილი ხელმწიფე იყო, არავინ ემდუროდა თავის სამეფოში. ოღონდ ერთი უცნაური და გასაკვირი რამ სჭირდა. აღარავის ახსოვდა ბოლოს როდის ნახა ხელმწიფე გაცინებული. სულ მოწყენილი და დადარდიანებული დადიოდა. ამიტომაც შეარქვეს გაუცინარი ხელმწიფე. ხელმწიფეს 3 ვაჟი ჰყავდა. ვაჟებს გაუცინარი ხელმწიფის შვილებს ეძახდნენ. ერთხელ გადაწყვიტეს ძმებმა გაეგოთ მამისგან მისი გაუცინარობის მიზეზი და ყველანი ერთად მივიდნენ ხელმწიფესთან. მამამ სიამაყით გადახედა უკვე წამოზრდილ ვაჟიშვილებს და უთხრა: წადით და ჩემი თავის ტოლა ბროწეულები მომიტანეთო. მერე ყველაფერს თვითონ მიხვდებითო. თან და არი გადაასწავლა საით უნდა წასულიყვნენ. ძმებმა ბევრი იარეს და ტრიალ მინდორზე გავიდნენ. გზა გასაყარზე ერთი ქვა იდგა, ქვაზე კი ასეთი რამე წერა: აქეთ წახვალ მოხვალ, აქეთ წახვალ მოხვალ, ასე წახვალ ვეღარ მოხვალ. უფროსი ძმა იქით წავიდა, საიდანაც მოვიდოდა. შუათანაც იქით წავიდა, საიდანაც მოვიდოდა. უმცროსი კი იქით წავიდა, საიდანაც ვეღარ მოვიდოდა. მიდის თავისი გზით უმცროსი ძმა და უცებ მოშორებით დიდძალი ჯარი დაინახა. დიდი ფარები აეფარებინათ და საბრძოლველად გამზადებულიყვნენ. ბიჭს იმედი გადაეწურა და თქვა: ახლა კი მოუკვდებიო. მაგრამ სხვა გზა მაინც არ ქონდა, გადაიწერა პირჯვარი და პირდაპირ ჯარისკენ გაემართა. ახლოს რომ მივიდა, რას ხედავს? ეს შეიარაღებული ჯარი გაქვავებული ლაშქარი ყოფილა. შვებით ამოისუნთქა უფლისწულმა და გზა განაგრძო. მოსაღამოვდა. ბევრი სიარულის შემდეგ დაღლილი ერთ ციხეს მიადგა. მისი წვერით 3-მდე იყო აწვდილი. ციხის ძირს ბროწეული იდგა. ჩავიდა გაუცინარი ხელმწიფის შვილი, მოსწყვიტა ბროწეულები. გამოიხედა ქალმა ციხიდან და დაუძახა: ვაიმე შვილო, რა ჩემს შვილს აღგავხარ, აქ ვინ მოგიყვანაო? ბინძური დევი მოგკლავსო. თუ ასეთი საშიშია, შენ მან როგორ დაგტოვებო? ამოიყვანე კოშკზე და მერე მე ვიციო, უთხრა გაუცინარი ხელმწიფის შვილმა ქალს. ქალმა თმა ჩაუშვა. შეხტა ვაჟის ტაცამას ხელი და ავიდა ციხეში. ქალმა დამალა, დევმა რომ გნახოს მოგკლავსო. გაუცინარი ხელმწიფის შვილმა სთხოვა, როგორმე გაიგე, კითხე რაში არის იმის სული და მერე მე ვიციო. მალე დევიც მოვიდა. ქალმა დაუყვავა, ფერება დაუწყო და თან ფრთხილად შეეკითხა: უშენოდ დიდხანს ვერ ვძლებ. როდესაც შენ აქ არ ახარ, ძალიან მენატრებიო. მითხარ, რაში არის შენი სული, იმას მაინც მივე სიყვარულებიო. ჩემი სული ცოცხლში არისო, უთხრა დაცინვით ბინძურმა დევმა. ცოტა ხანში ბინძური სანადიროდ წავიდა, ქალი ადგა და 1000-ნაირად მორთო და მოგაზმა ცოცხი. მოვიდა ბინძური დევი, ნახა ცოცხი და დაიწყო სიცილი. მოგატყუე, განა მართლა მაგ ცოცხში არის ჩემი სულიო. ჩემი სული დედაბოჭში არისო, ისევ დაცინვით მიუგო დევმა. როგორც კი ბინძური კოშკიდან წავიდა, ქალმა დედაბოძის გარშემო დაიწყო ფუსფუსი. გარეცხა და გაწმინდა, მორთო და მოგაზმა. ეხვევა და თავსებლება. მოვიდა ბინძური და ნახა ქალი რა ამბავშია. რამ გაგასულელაო, ახლა კი დინჯად უთხრა დევმა. ჩემს სულს შენ ვინ მოგცემს? ამა და ამალაგას რომ ერთი ტახია, იმის თავში რომ კოლოფია ჩემი სულიც იქ არისო. წავიდა თუ არა ბინძური დევი სანადიროდ, ადგა გაუცინარი ხელმწიფის შვილი და გაუდგა გზას ტახის საძებნელად. მალე მიაგნო იმალად, სადაც ტახი წყალს ასვამდა. უცებ წყალთან ერთი მომტირალი გოგონა შენიშნა. რა გატირებსო? კითხა ვაჟმა. ჩქარა წადი აქედან, მიუგო შეშინებულმა გოგონამ. ეხლა საშინელი ტახი მოვა და ორივე შეგჭამსო. შენ სადმე გადაიმალე და იმ ტახს მე მივხედავო. მშვიდად მიუგო უფლისწულმა აპირებულ ქალს. მალე გამოჩნდა გააფთრებული, კბილებს ილესავდა და ქაფს ყრიდა მშიერი ტახი. არ შეუშინდა უფლისწულის საშიშ ნადირს. შვილი მოჭიმა, გაისროლა ისარი და მაშინვე სული გააფრთხობინა გაშმაგებულ ტახს. თავიდან კოლოფია მოუღო და სულ მტრად აქცია. ჭუჭყიანი დევი შუა ნადირობაში იყო, როცა სული დაიწყო. უფლისწულმა გახარებული გოგო სახლისკენ გაუშვა. თვითონ კი კოშკისკენ დაიძრა. მალევე მივიდა დევის კოშკთან გაუცინარი ხელმწიფის შვილი. კარებშივე შემოეგება მას სიხარულისგან აცრემლებული ქალი.
წამოდი მამა ჩემის სასახლეში წაგიყვან. აბა აქ მარტო ხომ არ დარჩებიო. უთხრა უფლისწულმა ქალს და ისიც სიხარულით დასთანხმდა თავისი მხსნელის შემოთავაზებას. დრო აღარ დაუკარგავთ და მაშინვე გაუყვნენ გზას სასახლისკენ. მიდის უფლისწული უკვე ნაცნობი გზით და რას ხედავს? გაქვავებული ლაშქარი გაცოცხლებულა. ეხლა კი ნამდვილად ვერ გადავრჩებიო, გაიფიქრა ვაჟმა. მაგრამ მოულოდნელად მის დანახვაზე ლაშქარმა სიხარულის ყიჟინა შემოჰკრა. ლაშქრის მეთაური მიუახლოვდა და ხელმწიფის შვილს და ერთგულება შეჰფიცა. თურმე დევს გაუქვავებია მთელი ჯარი და ეხლა ბინძური დევის სიკვდილმა ისევ დაუბრუნა სიცოცხლე მეომრებს. გახარებულმა უფლისწულმა და მისმა ამალამ სასახლისკენ განაგრძეს გზა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუცინარი ხელმწიფე ადგილს ვერ პოულობდა, მთელ დღეებს სარკმელთან ატარებდა, არც ჭამა უნდოდა და არც ძილი, იდგა და გზას მისჩერებოდა. და აი ერთხელაც სადღაც შორს სასახლისკენ მომავალი ადამიანები შეამჩნია. გული აუჩქარდა მოუთმენლობისგან. ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ მოდის მისი სასახლისკენ და რა ამბავი მოაქვს. ცოტა ხანში თავისი უმცროსი ვაჟიშვილი ამოიცნო. მას კი გვერდს უფლისწულების დედა უმშვენებდა, ხოლო უკან მისი სამეფურჩეული მეომრები მოჰყვებოდნენ. ბინძურ და ბოროტდევს მეფის ცოლი გაუტაცია და ლაშქარი ქვადუქცევია, ამიტომაც არ ეკარებოდა ღიმილი მეფის სახეს. ყველაფერი უამბო მეფემ ვაჟებს. ისიც უთხრა თუ რატომ გაუშვა თავის ოდენა ბროწეულების საძებნელად. იცოდა მეფემ რომ ასეთი ბროწეულები მხოლოდ დევის კოშკთან იზრდებოდნენ. გახარებული მეფის სახეს კი ამის შემდეგ ღიმილი არ მოშორებია.